მოგესალმებით არხის მაყურებლებო, short video რაც დავდე. ეს არის ის პლატა. თავიდან რაღაცა პატარა გამაძლიერებელი მეგონა მუსიკალური. მე გადავსერჩე ძაბვის რეგულატორი ყოფილა, რომელიც არეგულირებს ძაბვას. როგორც კი ჩამომივიდა, შევაერთე 220-ზე, აი აქ აწერია input-ი, შემავალი მხარე და ეს არის გამომავალი მხარე out-ი. როგორც კი შევაერთე, ეგრევე ტესტერით დავაერთე და დავიწყე რეგულირება და პირდაპირ მაძლევდა 220 ვოლტს გამომავალს. მაგრამ როგორც კი მოვდე დატვირთვაზე, ეგრევე დაიწყო ძაბვამ ვარდნა. მოგეთ, 90 ვოლტია თუ ავწდე. და უკვე მერე იდის ზემოთ 220 ვოლტს. აი ახლა 220 ვოლტია, როგორც კი დავწევ, ჩამოდის 90 ვოლტზე. მაგრამ ძრავზე დავტესტე ახლა ამ ნატურაზე. ერთად ნახოთ, მოდი რას დაწერს მულტიმეტრი. ისე დავაყენოთ 200-ზე 750-ზე და ეს არის გამომავალი მხარე, რაზეც ნატურა აგია. ო, 70 ვოლტი. ავწიოთ აბა ძაბვა. კი ბატონო, აუ ეს რაშია კიდე გაიცი, 100 ვოლტზე დააყენებ. ესე. და 100 ვოლტიან იმას ჩართავ რა, ადაპტერებს. ეგეთი ადაპტერები არ დაგჭირდებათ, ამაზეც ეს დამუშავებ რა. და 3 კილოვატს დატვირთვას უძლებს. აუწიოთ ეხლა, აუწიოთ. 213 ვოლტი, ცოტა სხვა რიპარავს მიკროსქემა ერთი ვნახოთ, აბა 220 უნდა იყოს ქსელში 213 ვოლტია ეხლა. გადავიყვანოთ. რაღაცა 2 ვოლტი და დანაკარგი და 217 ვოლტი და რაღაცა მინიმალურია რა. მოკლედ ძალიან კაი რაღაცაა, მომეწონა. ამაზე შეგიძლიათ ტაჩილაზე მინდა დავაყენო, სხვათა შორის ძალიან მაღალი ბრუნი აქვს. ტაჩილას. ხო და გამთვარიც არა, თუ რაღაცა შეიძლება ცოტა დიდ მიკროსქემაზე დააყენო. მოკლედ მაღალი ბრუნიანი ტაჩილა მაქვს, რაღაცებს რო ვლესავ დანას ნაჯახს და ასეთ რაღაცებს წვავს. და ვთიშავ ხოლმე რა კნოპით თუ დაკარგავს ბრუნს დანელდება მე და ესე ვწვალო. ეხლა ამის დაყენება შეიძლება მაგალითად და გექნება რეგულირებადი ბრუნი ტაჩილაზე სვერლოს, კიდე მაგალითად უფრო დაბალი ბრუნი უნდა სვერლო რო გალესო და ეგეთი პონტია. ძალიან კაი რაღაცა. ეხლა ეს უნდა წავიღო მე და ბიძაჩემს სამზარეულოში გამწოვი აქვს და ხანდახან არ ჭირება ის გამწოვი იმ სიმძლავრეზე და ამითი და არეგულირებს თუ დასხება და ბევრ ფეჭს ჩართავს, მოუმატებს და მოკლედ გამწოვზე ეხლა კაი იქნება, მოკლედ ძრავებზე და ასეთ რაღაცებზე არის იდეალური. ეხლა მე რა მინდა? მინდა პატარა კოლოფი, ამ კოლოფში ჩავამონტაჟებ და ეგ იქნება. ესეთი რაღაცა ვიყიდე მეგობრებო, ჭირდებოდა ჭაზე უნდა დამეყენებია, იმიტომ რომ ავიწყდება ხოლმე და ბევრ წყალს ვაკაჩავებ და მე მეკცევა. ეს არის დროის რელე რა, ტაიმერი. ავტომატურად თიშავს, როცა უნდა ჩართავს ერთკვირიან იმას ინტერვალს ციკლს დააყენებ და ერთი კვირის განმავლობაში რა საათშიც გინდა, რამდენი წუთით გინდა გამოთავს და ჩართავს. თუ გაინტერესებთ, დავტესტოთ და ავხსნათ და გავიგოთ თან რა სიმძლავრეზე მუშაობს. დაწერეთ კომენტარები, მეჯერ ეს არ დამიტესტია. ასე რომ, თუ თქვენ დაგაინტერესებთ, თქვენთან ერთად შევისწავლე ამას. ეხლა ამას ყუთში ჩავდებ ლამაზად და დავუყენებ ბიძაჩემს. საბოლოო სახესაც გაჩვენებთ თუ როგორი გამოვა უკვე ეს სამზარეულოში. ესე იგი, მეგობრებო, ეს არის ჩვენი ძაბვის კონტროლერი, რეგულატორი, დაყენებულია გამწოვზე, როგორც გითხარით, სამზარეულოში და პატარა რემონტი იყო, რაღაცები მოინგრა. ხო და ამნაირ რაღაცები არ შეიმჩნიოთ, გასუფთავდება ქაურობა. მოკლედ, აი რო ჩართავ. აგერ არის ჩვენი კონტროლერი. ეს ახლა მოუნიშნე ასე ბიძაჩემს. მოკლედ, მაქსიმალურზე რო აწევ. ძალიან დიდი ისა აქვს, რა ქვია. გატარება. ცოტას თუ დააწევ, უკვე შენ ხელშია რა.
და გაცლის, ასე რომ ვთქვათ, სიცხისგან ეს გამწოვი. კიდაც ესე მესამე სიჩქარეზე დააყენებთ. ვთქვათ, თუ დიდი ტემპერატურა და სიმხურვალი არ იქნება სამზარეულოში, სადღაც ესე დაბალ იმაზე დააყენებენ. შეიძლება კიდე ერთ სიჩქარეზე დაყენება. ნელ ბრუნზე იმუშავებს ეს. მოკლედ ძალიან კაი რაღაცაა. და თუ რამეში თქვენს დაგჭირდებათ, ესე პატარა ბლოკში არის მოთავსებული. აქედან გაგრილებით გაგრილდება თავისი რადიატორი და მოკლედ ესე დასრულდა ეს მოკლე ვიდეო, აბა თქვენი წით გამოსაწერ ლინკს დავდებ აუცილებლად აღწერაში.